რაღაცა თავი ამტკივდა. მოიცა. ეს რა ჩვეულებრივი თავის ტკივილია თუ თავის ტვინის ანევრიზმა მაქვს? ხუმრობა იქით იყოს, ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით ცდილობს, რომ გარკვეული სიგნალებით მოგვაწოდოს ჩვენ ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ, იმაზე რა სჭირდება მას, ან კონკრეტულ შემთხვევაში რა აწუხებს. თუმცა უმრავლესობას ადამიანებისა ამ ნიშნების ინტერპრეტირება უჭირს. და ხშირ შემთხვევაში ისეთი ნიშნების ამოცნობაც კი უჭირს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ექიმმა და ჯანმრთელობისთვის საშიში მიმდინარეობები პირველ რიგში გამორიცხოს. ამგვარი სახიფათო მიმდინარეობების იგნორის შემთხვევაში კი ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეც კი შეიძლება დაგვიანებულ დიაგნოზს და მკურნალობას შეეწიროს. სწორედ ამიტომ კი უმნიშვნელოვანესია მსგავსი ნიშნები და სიგნალები ორგანიზმისგან უყურადღებოდ არ დატოვოთ, ამისთვის კი აუცილებელია ვიცოდეთ რა კონკრეტულ ნიშნებზეა საუბარი. აი დღეს სწორედ იმ 10 ნიშანზე მოგიყვებით, რომელთა ქონის შემთხვევაშიც ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დააიგნოროთ და აუცილებლად ექიმის დახმარებით გამოიკვლიოთ რა მიზეზი აქვს მსგავსი სიმპტომების და ნიშნების ქონას. ამას დასაწყისშიც ვიტყვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ ვიდეოს განმავლობაში, რადგან არ მინდა პანიკის მომგვრელი იყოს ეს ვიდეო. კონკრეტული ნიშნის ქონა, მაგალითად გულმკერდში ტკივილი, არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გულის ინფარქტი გაქვთ. გულმკერდში ტკივილი შეიძლება უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს, მათ შორის კუნთების დაჭიმულობამაც კი. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და სიცოცხლისთვის სახიფათო რისკი თავიდან ავარიდოთ, უპირველესად რა თქმა უნდა ყველაზე საშიში უნდა გამოვრიცხოთ, ამ შემთხვევაში მაგალითად გულის ინფარქტი. და შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ ნაკლებად სახიფათო მიზეზებზე და რიგის მიხედვით ისინი დავამუშაოთ. მიზეზი მარტივია. თუ მაგალითად კუნთის დაჭიმულობით გამოწვეული გულმკერდის ტკივილი გამოგეპარათ თვალსახედვიდან, როგორც ამ ტკივილის წყარო, პირობითად დიდი რისკი და საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში არ ემუქრება. მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც აქვს გულის ინფარქტი და გულმკერდის ტკივილის ეს მიზეზი პირველ რიგში არ იქნება გამორიცხული. აი სწორედ ამას გულისხმობ. სწორედ ესეთი ფატალური მიმდინარეობები რომ ავირიდოთ თავიდან, დღევანდელ ვიდეოში გეტყვით იმ ნიშნებზე, რომელთა ქონის შემთხვევაშიც პანიკაში კი არ უნდა ჩავარდეთ, არამედ ყველაზე ცუდი პირველ რიგში გამორიცხოთ და შემდეგ უკვე უნდა გადახვიდეთ ისეთ ნიშნებზე, რომლებიც ძირითადად მსგავს სიმპტომებს უდევს ხოლმე საფუძვლად. ბევრი ახსნა დამჭირდა ამ თემის გარშემო, მაგრამ ესე უკეთესია, რადგან ბევრი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს და არ მინდა თუნდაც ერთ ადამიანშიც მსგავსმა ვიდეომ და ჩამონათვალმა პანიკის საფუძველი გამოიწვიოს. ეხლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მშვიდად იმ 10 ნიშანზე, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენე. აი ბოლო 3 ნიშანი კი ყველაზე მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. არ დაგავიწყეთ ასევე პირველადი დახმარების კურსი, რომელიც სექტემბერში გაიმართება სრულიად უფასოდ გამომწერებისთვის. ამისთვის უნდა გქონდეთ გამოწერილი YouTube და Instagram გვერდები და ახალი ვიდეოების ქვემოთ კომენტარებში უნდა დაწეროთ #პირველადი დახმარება. მოკლედ ამ ყურადსაღები ნიშნების top 10-ში მე-10 ადგილზე არის არასასურველი წონის კლება. რა იგულისხმება ახლა კონკრეტულად აქ? შეიძლება ბევრი ადამიანისთვის წონის კლება თუნდაც არასასურველი, საერთოდ არ ასოცირდებოდეს ნეგატიურ პროცესთან და პირიქით, სამყაროში სადაც ბევრს წონის პრობლემა აქვს, რამდენიმე კილოგრამის დაკლება შეიძლება საერთოდ არ იყოს პრობლემა. მაგრამ თუ თქვენ ცხოვრების წესში არანაირი ცვლილება არ შეგიტანიათ, პირობითად იკვებებით ისე როგორც აქამდე, იმდენად აქტიური ხართ ფიზიკურად როგორც აქამდე და ასე ვთქვათ გამიზნულად არ გიცდიათ წონის დაკლება, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ მაინც კარგავთ კილოგრამებს, ეს უკვე ყურადსაღები ნიშანია. რა იგულისხმება წონის კლებად? 1 და 2 კილოგრამი თუ 10 და 20 კილოგრამი? კონკრეტულად თუ თქვენი წონის 5% დაიკელით ბოლო რამდენიმე თვეში, პირობითად 3-4 თვეში, ან დაახლოებით თქვენი წონის 10% ბოლო 1 წელიწადში, ეს იქნება 70 კილოგრამის ადამიანის შემთხვევაში 7 კილო ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომელიც არ იყო გამიზნულად დაკლებული, მაშინ ეს ნიშანი შეიძლება პათოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებდეს. მსგავსი არასასურველი წონის კლება შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა, კონკრეტულად მისმა ზედმეტად გაზრდილმა ფუნქციამ, დიაბეტმა, ქრონიკულმა ინფექციებმა, ნაწლავის ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებებმა, დეპრესიამ და უამრავმა ონკოლოგიურმა დაავადებამ. მექანიზმი ამ შემთხვევაში მაგალითად ქრონიკული ანთების დროს არის შემდეგი. ქრონიკული ანთების დროს გამოთავისუფლებული პატარა ნივთიერებები, რომლებიც მესენჯერული ნივთიერებებია, ამ ანთების კასკადის განვითარებაში, ჩამოყალიბებაში და კოორდინაციაში მონაწილეობენ. ეს ნივთიერებები გავლენას ახდენენ ტვინის კონკრეტულ სტრუქტურაზე, რომელსაც ჰიპოთალამუსი ჰქვია, რომელიც შიმშილის შეგრძნების რეგულირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. დამატებით ეს ანთებითი პროცესები ან ონკოლოგიური პროცესები მოიხმარენ წარმოუდგენლად დიდ ენერგიას ორგანიზმში, რის შედეგადაც ადამიანმა შეიძლება ფიზიკური დატვირთვა არ გაზარდოს, მაგრამ მისი ორგანიზმი ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე პირობითად ჯანმრთელ მდგომარეობაში. შედეგად ვითარდება ეს არასასურველი წონის კლება. მე-9 ადგილზე გავიდა სისხლის არსებობა შარდში ან განავალში. მსგავსი სიმპტომების უკანაც ხშირად რა თქმა უნდა უნებელი და ნაკლებად საშიში მდგომარეობები დგას, მაგალითად როგორიც არის ჰემოროიდები, ანუ ბუასილი, ან საშარდე გზებში არსებული ანთება, ან კენჭი.
მაგრამ როგორც აქამდე ახსენით, პირველ რიგში მსგავსი ნიშნების შემთხვევაში უნდა გამოურიცხოთ უფრო უარესი, როგორც არის ნაწლავის ანთებითი დაავადებები, კუჭის წყლული, ხოლო შარდში სისხლის არსებობის შემთხვევაში მის უკან შეიძლება საშარდე გზების ონკოლოგიური დაავადებებიც კი იდგნენ. ამიტომ საუკეთესო შემთხვევაში, როგორც კი მსგავს ცვლილებას შეამჩნევთ, აუცილებლად პროფესიონალის დახმარებით უნდა გაარკვიოთ ამ ყველაფრის მიზეზი. შემდეგი არის უძლიერესი თავის ტკივილი. თავის ტკივილი, რომელიც აქამდე ცხოვრებაში არ გქონიათ და ვერც კი წარმოგედგინათ, რომ თავის ტკივილი ესეთი სიძლიერის შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, აქაც ყველა თავის ტკივილი საშიში არ არის. ხშირად თავის ტკივილის უკან უბრალოდ ემოციური ან ფიზიკური გადაღლა დგას. ბევრი ადამიანისთვის თავის ტკივილი, რა თქმა უნდა, შაკიკთან ასოცირდება. თუმცა თავის ტკივილი მაქსიმალურად მაღალი ინტენსივობით, რომელიც თითქმის გონების დაკარგვამდეც კი მიდის, აუცილებლად, რაც შეიძლება მალე პროფესიონალის დახმარებით უნდა გამოიკვლიოთ. განსაკუთრებით სასწრაფო ზომები უნდა მიიღოთ მაშინ, როდესაც მსგავს თავის ტკივილს თან ახლავს პარალიზი, საუბრის უნარის დაქვეითება, გულყრა, ცნობიერების მოშლა ან დაკარგვა. ამ შემთხვევაში თითოეული წუთი უკვე გადამწყვეტია. მეშვიდე ადგილას დგას ჰაერისა და სუნთქვის უკმარისობა. ჩვენი ორგანიზმი და განსაკუთრებით ნერვული სისტემა ძალიან გრძნობიარეა ჟანგბადის დეფიციტის მიმართ. სწორედ ამიტომ უცბად მწვავედ აღმოცენებული სუნთქვის უკმარისობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დააიგნოროთ. მსგავსი ნიშნები შეიძლება ახლავდეს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობებს, როგორც არის გულის ინფარქტი, ფილტვის არტერიის ემბოლია, პნევმოთორაქსი. განსაკუთრებით ყურადსაღებია ეს მდგომარეობა, თუ მას კომბინაციაში თან ერთვის გულმკერდის ტკივილი. კუჩებზე ლურჯი შეფერილობა, რასაც ციანოზი ქვია. ან ამ ჰაერისა და სუნთქვის უკმარისობის დროში უფრო და უფრო დამძიმება. მსგავს სახიფათო კომბინაციებშიც აუცილებლად დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარებას უნდა გამოუძახოთ. მეექვსე ადგილას არის მაღალი ტემპერატურა კომბინაციაში მაგალითად ცნობიერების დაქვეითებასთან ან ცნობიერების დაკარგვასთან. კომბინაციაში სუნთქვის გაძნელებასთან ან ჰაერის უკმარისობასთან ან გულსისძაფთა სისტემის პრობლემებთან. შემდეგი არის ძლიერი მუცლის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში კი არ ნელდება, არამედ ინტენსივობაში უფრო და უფრო იმატებს. ხშირად რა თქმა უნდა ისეთ ნაკლებად სახიფათო მიზეზებსაც, როგორც არის მაგალითად გასტროენტერიტი, საკვებით მოწამვლა, მსგავს მდგომარეობებსაც ახასიათებს მუცლის არეში ტკივილი, თუმცა ძლიერი ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში თავისი ინტენსივობით იმატებს და მასთან ახლავს მაგალითად მუცლის კედლის გამაგრება, ანუ პირობითად მუცელი ისეთი რბილი არ არის, როგორც ნორმალურ შემთხვევაში. ეს უკვე მიუთითებს რაღაც სახიფათო პროცესზე, რაც დროის უმოკლეს ინტერვალში უნდა იქნეს გამოკვლეული. მსგავსი რამის უკან შეიძლება იდგეს მაგალითად ჭიანაწლავის ანთება, ბრმანაწლავის ანთებას რო ეძახიან ხოლმე. ესეთი ტკივილები შეიძლება მოდიოდეს ნაღლის ბუშტიდან. კუჭის წყლული შეიძლება იყოს მიზეზი ამ ყველაფრის. ასევე შეიძლება გინეკოლოგიური ან უროლოგიური მიზეზებიც ჰქონდეს მსგავსი ტკივილის აღმოცენებას. ნუ მოკლედ დიაგნოსტიკა ჩვენზე არ არის, დიაგნოსტიკა მივანდოთ პროფესიონალებს, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში რამდენად სწრაფად ვიმოქმედოთ. ასეთი მდგომარეობა კი ნამდვილად იმსახურებს სწრაფ დიაგნოსტიკას და ამასთან პარალელურად, რა თქმა უნდა, ამ უძლიერესი ტკივილის მოხსნას და ამით ორგანიზმისთვის ამ უდიდესი სტრესორის მინიმუმ შემცირებას მაინც. მეოთხე ადგილას გავიდა გონების დაკარგვა. ხშირად გონების დაკარგვა უკავშირდება მაგალითად ორთოსტაზულ ცვლილებას, როგორც არის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან უცებ ვერტიკალურში გადასვლა, რაც წამიერად შეიძლება გონების დაკარგვამდეც მივიდეს. ან მაგალითად დიდხანს ფეხზე დგომას. თუმცა ასევე პარალელურად საფიქრალია ისეთი მიზეზები, როგორც არის მაგალითად გულის არითმია, ნევროლოგიური მიზეზები, რომლებიც საჭიროებენ პროფესიონალის მიერ დეტალურად გამოკვლევას. და როგორც იქნა მივადექი ტოპ 3-ს, რომელიც როგორც გითხარით განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევიან. მესამე ადგილას აქ გვაქვს ახლად განვითარებული პარალიზი ან მოძრაობის დარღვევა, საუბრის უნარის დაქვეითება, სახის მიდამოში ასიმეტრიის განვითარება, მხედველობის უეცარი დაქვეითება. ამ ნიშნების უმეტესობას ვიმედოვნებ, რომ უმეტესი თქვენგანი იცნობს. ეს ყველაფერი როგორც წესი მიუთითებს მწვავედ თავის ტვინის კონკრეტული არეალის იშემიაზე, ანუ სისხლნაკლებობაზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინსულტზე. იქნება ეს იშემიური თუ ჰემორაგიული. ამ ნიშნების აღმოჩენისთვის კი არსებობს უმარტივესი აკრონიმი, რომელიც უკვე არაერთ ვიდეოში ვახსენე და ეს არის FAST აკრონიმი, რომელიც მოიცავს F face, ანუ სახის ასიმეტრიას, A arms, ანუ ზედაკიდურების მოძრაობის დაქვეითებას, S არის speech, ანუ ლაპარაკის უნარის დაქვეითება ან გაქრობა და T არის time, ანუ დრო, რომელიც კიდევ ერთხელ ხას უსვამს იმაზე, რომ ამ დროს ნებისმიერი წუთი გადამწყვეტია ადამიანის შემცველობისთვის. შესაბამისად, FAST-დან ერთ-ერთი ნიშანიც უკვე საგანგაშოა იმისთვის, რომ ვიფიქროთ მსგავს სიცოცხლისთვის სახიფათო მიმდინარეობაზე. მეორე ადგილას არის ახლად გაჩენილი ხალი, მისი ფორმის ცვლილება ან ზომაში ზრდა. და ამას კონკრეტულად
აგიხსნით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან კანი უდიდესი ორგანოა და ყველა ჩვენგან შეუმჩნევია ახლად გაჩენილი ხალიც, ხალის კონკრეტული მონაკვეთის განმავლობაში ზომაში ცვლილება შეიძლება, თუმცა ზუსტად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის გადამწყვეტი. ამ შემთხვევაშიც ყველაფრის გასამარტივებლად, მარტივად და სამახსოვრებლად უნდა დაიმახსოვროთ ABCDE სქემა, სადაც A ნიშნავს ასიმეტრიას. თუ შეამჩნიეთ, რომ ხალი ასიმეტრიული გახდა, ან თავიდანვე ასიმეტრიულია, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ დერმატოლოგთან და მან ეს ყველაფერი უნდა გამოიკვლიოს. B არის საზღვარი, border. რამდენად რეგულარულად შემოსაზღვრულია ეს ხალი? ამ შემთხვევაში ნებისმიერი კვანძების ან არარეგულარულობის აღმოჩენაც ასევე ამ შემოსაზღვრულობაში არის საეჭვო ცვლილება, რომელიც უნდა გამოიკვლიოთ. შემდეგი არის C, color, ანუ ფერი. არარეგულარული ფერი და ამ პიგმენტების ცვლილება ერთი ხალის ფარგლებში ასევე საეჭვო ნიშანია. შემდეგი არის D, ანუ დიამეტრი, რომელიც ამ ჩამონათვალში ყველაზე უფრო ნაკლებად სანდოა, ჩემი აზრით, რადგან დიამეტრით პატარა ხალი შეიძლება პირობითად გადაგვარდეს, ან იყოს ავთვისებიანი, თუ მას სხვა კრიტერიუმები თან ახლავს, რაც აქამდე ჩამოთვალე. რაც შეეხება დიამეტრს, თუ ახლად გაჩენილი ხალი არის დაახლოებით 6 მმ-ზე მეტი, ან შეამჩნიეთ, რომ იზრდება და ამ პროგრესში 6 მმ-ს გადააჭარბა, ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ უნდა გამოვიკვლიოთ. და ბოლოს E, evolve, ანუ განვითარება. როდესაც მაგალითად ხალის განვითარებას და პროგრესს აკვირდებით, ამ პროგრესში იციცვლის ფორმას, ფერს, შემოსაზღვრულობას, არასიმეტრიული ხდება, ამობურცული ხდება, იწყება ქავილი, ან უფრო უარესი სისხლდენა, ან კონკრეტული სითხე გამოდინდება. ამ შემთხვევაში ყველა ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ უნდა გამოიკვლიოთ ეს ყველაფერი. კარგად დააკვირდით, რას ვამბობ, ეს ნიშნები მიუთითებენ აუცილებლად იმაზე, რომ პროფესიონალმა უნდა ნახოს ეს ცვლილება და კონკრეტული ხალი. და რა თქმა უნდა, არანაირ გარანტიას არ იძლევიან და არ მიუთითებენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არაკეთილთვისებიანია, აუცილებლად ავთვისებიან გადაგვარებას ნიშნავს და რა თქმა უნდა, შესაბამისად პანიკის საფუძველიც არ უნდა იყოს. პირველ რიგში პროფესიონალთან კონსულტაცია, მისი აზრის მოსმენა და შემდეგ რა თქმა უნდა დანარჩენი. და ბოლოს, პირველ ადგილზე, გულმკერდის ტკივილი. როგორც დასაწყისში უკვე დეტალურად აღვნიშნე, გულმკერდის ტკივილი რა თქმა უნდა ავტომატურად ინფარქტს არ ნიშნავს. მას შეიძლება როგორც კუნთოვანი, ასევე მაგალითად ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია ქონდეს საფუძვლად, რაც არც თუ ისე საშიში მიმდინარეობაა ჯანმრთელობისთვის. თუმცა ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც რამდენიმე წუთზე უფრო დიდხანს გრძელდება, იმატებს ინტენსივობაში. ან გადაეცემა მაგალითად ქვედაყბას, მხარს, ზურგს, კუჭის მიდამოში. მაშინ ეს ყველაფერიც მიუთითებს იმაზე, რომ პროფესიონალის რაც შეიძლება მალე ჩართულობა აუცილებელია. აქვე განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც გულმკერდის ტკივილი კომბინაციაშია მაგალითად სუნთქვის გაძნელებასთან, ოფლიანობასთან, გულის რევასთან, თავბრუსხვევასთან. ეს ყველაფერი კომბინაციაში უფრო ართულებს სიტუაციას და ჩვენ შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ და ამ შემთხვევაში მაგალითად სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ, რადგან მსგავსი სახიფათო ნიშნების კომბინაცია გვაძლევს იმ ნიშანს, რომ აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ პროფესიონალისა და ავადმყოფის ერთმანეთთან კონტაქტი. ეს იყო ის 10 ნიშანი, რომელზეც თქვენთან მინდოდა მესაუბრა და გამეზიარებინა თქვენთვის. ვფიქრობ, საინტერესო ვიდეო გამოვიდა. დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ნიშნები თქვენი პანიკის მიზეზი არ უნდა იყოს, პირიქით, რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვთ, ცოდნამ უფრო მეტი სიმშვიდე უნდა მოგცეთ, რადგან როცა იცით, ამ ყველაფრის თავიდანვე გამორიცხვა შეგიძლიათ და იმის იმედი გაქვთ, რომ დაგვიანებით საქმეს არ გაუუარესებთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, მე კი დაგიბრუნდებით შემდეგ კვირაში ახალი საინტერესო სამედიცინო თემით.